გამარჯობა, მე ვარ ნათია, საბავშვო რუბრიკა აგრძელებს ამბების მოყოლას წმინდანებზე. დღეს გახლავთ პეტრე პავლობა, გილოცავთ, შესაბამისად გიამბობთ უფლის მოციქულებზე, პეტრესა და პავლეზე. პეტრე მოციქული. ერთი კაცის სახელად სიმონი მეთევზის შვილი გახლდათ. მამის ხელობას მისდევდა და ამით არჩენდა ოჯახს. სიმონს თავად უფალმა უწოდა პეტრე. პეტრე მოციქულის ძმა იყო ანდრია პირველწოდებული. ანდრია და პეტრე ქრისტეს მოწაფეები იყვნენ. ერთხელ იესომ გალილეის ტბისპირას ჩაიარა. იხილა ძმები პეტრე და ანდრია, რომლებიც ბადეს აგდებდნენ ტბაში. უთხრა მათ: მოდით და შემომიდექით და მე გაგხდით კაცს და მებადურეებად. ისინი მაშინვე გაჰყვნენ უფალს. მალე თვით იესო ესტუმრა პეტრეს სახლში და მისი სიდედრი განკურნა. უდიდესი რწმენა და ერთგულება ჰქონდა უფლის მიმართ პეტრეს. ერთხელ გაკადნიერდა და სთხოვა კიდეც უფალს, წყალზე გავლით მასთან მიახლება. ერთ დღეს მეთევზეები ზღვაში სათევზაოდ იყვნენ შესულები. ძლიერი ქარის გამო ზღვა აღელვდა და მოციქულებს ნიჩბების მოსმა გაუჭირდათ. ამ დროს იესო ნაპირიდან წყალზე სიარულით მათკენ გაემართა. როდესაც მოციქულებმა დაინახეს, რომ წყალზე ვიღაც დადიოდა, შეეშინდათ. იესომ დაამშვიდა ისინი და უთხრა მათ: ნუ გეშინიათ, მე ვარ. პეტრემ უთხრა მას: უფალო, თუ ნამდვილად შენ ხარ, მიბრძანე, რომ მოვიდე შენთან. მოდი. პეტრე გადავიდა ნავიდან და იესოსკენ გაემართა. როცა მიუახლოვდა, ტალღებს დახედა და შეეშინდა. უცებ ჩაძირვა დაიწყო. მაშინვე დაიძახა. მიშველე, უფალო. იესომ ხელი ჩაჰკიდა და უთხრა: რატომ დაეჭვდი? სად არის შენი რწმენა? პეტრე არ ტოვებდა საყვარელ მოძღვარს. მაშინაც კი, როდესაც მის შესაპყრობად მოსული ჯარისკაცები დაინახა. პირიქით, უფლის დაცვაც კი სცადა. ხელში შერჩენილი დანით ყური მოაჭრა ერთ-ერთს. როდესაც იესო გეთსიმანიის ბაღში შეიპყრეს და კაიაფას მიჰგვარეს, მოციქულები დაიფანტნენ. მხოლოდ პეტრე და იოანე შეხვდნენ იესოს მღვდელმთავრის ეზოში. შეკრებილებმა იცნეს პეტრე და ამბობდნენ: ესეც მისთანა იყო. ის კი იფიცებდა: არ ვიცი, კაცი იგი. როცა მესამეჯერ უარყო უფალი, მეყსეულად მამალმა იყივლა. მაშინ მოაგონდა პეტრეს უფლის სიტყვები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარყოფ პეტრე. მერე იყო სინანული, რომელმაც მთელი ცხოვრება გასტანა. მამლის ყივილის ყოველ გაგონებაზე პეტრე ცრემლებს ვერ იკავებდა. უფალმა მას შეუნდოდა თავ მოციქულადაც დაადგინა. პეტრე მოციქულისაგან განსხვავებით, პავლე არც 12 მოციქულთაგანი გახლდათ და არც იესოს მიწიერი ცხოვრების თვითმხილველი. მას სამოციქულო მისია ჰქონდა. პავლე მოციქული. პავლე მოციქულს სავლე ერქვა. იგი წარჩინებული ოჯახის შვილი იყო. მას არ უყვარდა ქრისტიანები. დევნიდა კიდეც მათ. ერთხელ პავლე მოციქულს დამასკოს გზაზე მიმავალს უფალი გამოეცხადა და ჰკითხა: საულ, რა ისათვის მდევნი მე? ვინ ხარ შენ, უფალო? ჰკითხა შეშინებულმა. მე ვარ იესო, რომელსაც შენ მდევნი. უფლის ნათელის ხილვამ თვალები დაუბნელა პავლეს. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი ანანია მოციქულმა მონათლა და მხედველობაც დაუბრუნდა. მას შემდეგ ქრისტიანთა სიძულვილით ცნობილი პავლე ქრისტეს რჯულის მქადაგებელი და დამცველი გახლდათ. პეტრე და პავლე ერთი დროის მოღვაწენი იყვნენ. ისინი ერთად ქადაგებდნენ და ავრცელებდნენ ქრისტეს სახელს. ქრისტიანთა დევნისას პეტრე რომში შეიპყრეს და ჯვარს აცვეს, ხოლო პავლე კესარიაში და თავი მოჰკვეთეს. პეტრე და პავლე თავიანთი ღვაწლით იმდენად გამოირჩეოდნენ ქრისტეს სხვა მოწაფეებისგან, რომ ეკლესია მათ თავი მოციქულთანი უწოდა და ერთ დღეს დააწესა მათი ხსენების დღე. კიდევ ერთხელ გილოცავთ პეტრე პავლობას. მომავალ შეხვედრამდე.